მოგესალმებით. გარემოს დაცვა მხოლოდ ბუნების დაცვის საკითხი არ არის და ეს არის ბიზნესის პასუხისმგებლობის, ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და უბრალოდ ჩვენი ყოველდღიური ხარისხის ნაწილი. საქართველოში გარემოს დაცვითი მოთხოვნები და რეგულაციები სულ უფრო მკაცრდება და აქტუალური ხდება, თუმცა ამასთან ერთად იზრდება კითხვებიც, რამდენად მზად არის ბიზნესი ამ ცვლილებებისთვის და არსებობს თუ არა ქვეყანაში შესაბამისი კვალიფიკაციური კადრები, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის შესაბამისობას და მდგრადობას საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ბიზნესსა და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობა სწორი კომუნიკაციის თვალსაზრისით ერთი და იმ პროფესიონალების გავლით, რომელმაც ასე ვთქვათ, ეს ბიზნესის გარემოს დაცვითი ნაწილი უნდა უზრუნველყოს. გადაცემა მე და გარემო დღეს წარმოგიდგენ ძალიან მნიშვნელოვან თემას და ჩვენი გადაცემა ეძღვნება საქართველოს გარემოს დაცვით მმართველთა ასოციაციას, ახალი პროფესიული პლატფორმა, რომლის მიზანია გარემოს დაცვითი მართვის გაძლიერება, პროფესიული სტანდარტების განვითარება და ბიზნესს და სახელმწიფოს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა. ჩვენი სტუმრები არიან, წარმოგიდგენთ, საქართველოს გარემოს დაცვით მმართველთა ასოციაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ხაჭაპურიძე, მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით გასმაყურებლებს. და ქალბატონი ნინო გვაზავა, ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარების მენეჯერი. მოგესალმებით, მადლობა. შემოკლებით ამ ორგანიზაციას ქვია გემა და პირველი კითხვით მინდა მივმართო ბატონ კონსტანტინეს. თქვენ დიდი ხანია ამ ასე ვთქვათ, როგორც გარემოს დაცვითი მმართველი, პროფესიონალი მოღვაწეობთ ამ მიმართულებით და რატომ გახდა დღეს, რატომ გადაწყვიტეთ დღეს ამ ორგანიზაციის შექმნა და მოკლედ რომ მითხრათ, რა მისია აქვს გემას? დიდი მადლობა ანა. ნამდვილად 21 წელია ამ პროფესიაში ვარ, მოკლედ გარემოს დაცვაში ვარ. 11 წელი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ვიყავი. მუშაობდი სხვადასხვა პოზიციებზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო მაკონტროლებელი ორგანო, დღეს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახით ვიცნობ ჩვენ ამ ორგანოს, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონტროლს გარემოს დაცვის კუთხით და მათ შორის მოიცავს ბიზნესის შემოწმებას თუ როგორ იცავენ გარემოს ის სფერო, რასაც ქვია წარმოების სფერო და მათ შორის არა მარტო წარმოების. შეადგო 10 წელია, რაც გარემოს დაცვის მმართველი ვარ კომპანიაში, კერძო კომპანიაში და ეს გამოცდილება დაგვიგროვდა. და თვითონ გარემოს დაცვითი მმართველის ასოციაციის იდეა სანამ გაჩნდებოდა, მინდა გითხრათ ცოტა ისტორიაში წავიდე და მინდა მოგიყვეთ ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ თვითონ გარემოს დაცვითი მმართველი, როდის შემოვიდა ტერმინი და თვითონ ამ ტერმინზე რა ვისაუბროთ. საერთოდ გარემოს დაცვის შესახებ კანონმდებლობა 30 წლის უკან შემოვიდა, 1996 წელს მივიღეთ პირველი კანონი გარემოს დაცვის შესახებ კანონი და 30 წელი გავიდა. თუმცა ამ პროფესიაში ძალიან ბევრი თაობები გაიზარდა, ძალიან დიდი პროფესიონალები გაიზარდა, ვისგანაც ვისწავლეთ ჩვენ ეს ნაწილი. რა თქმა უნდა, არა მრავალი, იმიტომ რომ დეფიციტური იყო ყოველთვის ეს საკითხი და პროფესიონალები ამ კუთხით, მაგრამ არც ერთ ტერმინოლოგიაში, როგორც გარემოს დამცველი, ესე არ იყო ნახსენები ტერმინოლოგიები. და როდესაც ასოცირების ხელშეკრულება დაიდო, გაფორმდა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და დაიწყო საუბარი ახალ კანონმდებლობებზე. ერთ-ერთი ესეთი კანონი იყო ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც 2015 წელს და მიიღო პარლამენტმა დაამტკიცა და შევიდა ძალაში. ზუსტად ამ კანონის მუშაობის პერიოდში მე მაშინ მუშაობდი ზედამხედველობის დეპარტამენტში და იყო საკითხი იმასთან დაკავშირებით, როდესაც გარემოს დაცვის მმართველი ხო არ შემოვიტანოთ, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც კომპანიებს ვამოწმებდით იმ პერიოდში ზედამხედველობაში, საერთოდ არავის არ ყავდა გარემოს დამცველი, ასე რომ ვთქვათ, იშვიათად რამოდენიმე თიცეთ ჩამოსათვლელი, თან სახელწოდებას არ არსებობდა, ადამიანს ვიცოდით, რომ ეგრე გარემოს ხელმძღვანელები ითავსებდნენ. ხო, ან ხელმძღვანელები ითავსებდნენ მაგ შემთხვევაში, ან საერთოდ არ ყავდა ძირ შემთხვევაში და ჩვენ რაღაცნაირად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მაშინ გაგვეჩინა ჩანაწერი, რომ თუ წარმოექმნებოდა კომპანიას რაღაცა დოზით ნარჩენები, ჩამოთვლილია ოდენობები, ამ შემთხვევაში მას უნდა ყოლოდა აუცილებლად გარემოს დაცვით მმართველი.
და უნდა გაეკეთებიან არჩევნების მართვის გეგმა და ასე შემდეგ და პირველი ჩანაწერი მოხდა ზუსტად 2015 წლის ამ კანონში გარემოს დაცვის მმართველი და როგორც კი ჩვენ ეს კანონი შევიდა ძალაში სამინისტროში მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დაგვეწყო აი ქალბატონ ნინო მაშინ იყო გარემოს დაცვის განათლების ცენტრის ხელმძღვანელი და განათლების ცენტრში შევქმნით გარემოს დაცვის მმართველის კურსი რომელიც დღემდე გრძელდება და ამ მმართველის კურსაც ვკითხულობ დღემდე მეც ვარ ერთ-ერთი ფუძემდებელი შესანიშნავი. ბევრი ხალხი რა თქმა უნდა ძალიან ზედამხედველობაში დიდი გუნდი იყო ქალბატონი ნელი კორკოტაძე, ლეილა, ელენე იაკობიძე და ასე შემდეგ ძალიან დიდი გუნდი იყო და საერთოდ ძალიან შეკრული ვიყავით სამინისტროსთან განათლების ცენტრთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და სხვათა შორის ახალი დაწყებული ჰქონდა ჩვენ როდესაც არამერთი უცხოური ქვეყანაში გავიარეთ ტრენინგები მათ შორის TOFT და აი აქედან გამომდინარე მოკლედ შემდგომ ჩვენ თვითონ გავხდით ტრენერები და დავიწყეთ გარემოს დაცვის მიმართულებით ამ ხალხის დატრენინგება თუმცა ყველაზე აი თავი მნიშვნელოვანი არის როგორ რატო დავიწყე ამ შორიდან რომ გარემოს დაცვითი მმართველებს ჩვენ ვატრენინგებით მხოლოდ ვისაც წარმოექმნებოდა რაღაცა დოზით ნარჩენებს ამას ვატრენინგებით ნარჩენებსა მიბმული და იქ ნიადაგის დაბინძურება წყლის დაბინძურება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ეს კანონი არ მოიცავდა და სხვაგან არც იყო ჩანაწერი სადღაც თუ სწორად მახსოვს 600-ზე მეტი დატრენინგები კურსი გავლილია ახლა ამ წუთში გარემოს დაცვის ინფორმაციის და განათლების ცენტრში და დღემდე გრძელდება აი ხვალაც არის მაგალითად ხვალაც მომიწევს ტრენინგების წაკითხვა სხვათა შორის და ახალი ჯგუფთან და როდესაც შემდგომ ჩვენ დავბრუნდით ისევ ამ კანონმდებლობის ამოქმედების შემდგომ ბიზნესში და ახორციელებდა ზედამხედველობის დეპარტამენტის შემოწმებებს აღმოაჩინეთ რომ ეს ვალდებულებები ბუღალტერს დააკისრეს და იმას ასე რომ ვთქვათ დააკისრეს შრომის უსაფრთხოებას ну შრომის უსაფრთხოება მაშინ არ იყო კიდე ხა შემოვიდა მაგრამ ეხლა აქვს ბევრი შეთავსებული დარაჯებს უფრო რა ასე რომ ვთქვათ ესე დააკისრეს და ну შედეგი იყო რომ ну ვერუღებულობდით შედეგს რა თქმა უნდა და იყო ძალიან დიდი პრობლემა საკითხები ამაზე მომავალში ვისაუბროთ და იდეა რატო გაჩნდა ეს იდეა გაჩნდა რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო როდესაც ანალიზი გავაკეთეთ 2019 წელს შევიდა შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა ძალაში თავის თლიანი სისავსით და ვალდებულება გაჩნდა კანონში რომ ვალდებულია კომპანია რისხოვნობიდან გამომდინარე და მისი საქმიანობიდან გამომდინარე ყავდეს სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და როდესაც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების პირველი ეტაპი დატრენინგდა და მათ შორის იქაც ვკითხულობ ვარ ტრენერი და დაიწყო შემოწმება შევიდნენ მე შრომის უსაფრთხოების ინსპექტორები აღმოაჩინეს რომ დაწყებული იყო საქმე მაგრამ რაღაცები ბოლომდე არ იყო კარგად აღმოფხვრილი და ამიტომ სერტიფიცირების ნაწილს ძალიან დიდ ყურადღება დაუთმეს და სერტიფიცირების ნაწილში გააკეთეს ის რომ ჩაერთოს სახელმწიფო უფრო მეტად მარტო კერძო კომპანიებს არ ქონდათ ამის საშუალება და როგორ დაიყო ნახეთ თავად ლექტორებს ვინც კითხულობდა ტრენერებს მოთხოვეს დოკუმენტაცია და გამოცდის ჩაბარება ამ სფეროში ერთი საკითხი ეგ იყო ჩაერთო განათლების ხარისხის ცენტრი რომ იქ სადაც უნდა საკითხულიყო ეს ლექციები შრომის უსაფრთხოებაში აკმაყოფილებდა თუ არა იმ მოთხოვნებს სადაც განათლება უნდა მიეღოთ მომავალ შრომის ინსპექტორებს და მესამე დამთავრების შემდგომ გამოცდას აბარებდნენ სახელმწიფოს აი ზუსტად ამის შემდგომ როდესაც ეს დამთავრდა დღეს შედეგები ბევრად მეტია შრომის უსაფრთხოების კუთხით და ძალიან ხელშესახებია ზედამხედველობად შესაბამისია რა შედარებაა ხო და ეს იყო ზუსტად ის მოტივი როდესაც მიიგნება რა ეშველება ამ სფეროში რა ამ გამოწვევებს როგორ შეიძლება მას უშუალოდ რომ გაჩნდა იდეა ზუსტად ამასთან დაკავშირებით რომ სერტიფიცირებული გარემოს დაცვის მმართველები შემოვიყვანოთ და ზუსტად ის ანალოგი რაც შრომის უსაფრთხოებამ გავიაროთ და ეს იქნება მნიშვნელოვანი უკვე ეს არის ერთ-ერთი მთავარი იდეა ხო ეს იყო მთავარი იდეა რომ სერტიფიცირებული გარემოს დაცვის მმართველები შემოსულიყო რომელიც უზრუნველყოფდა უკვე გარემოს დაცვასაც და მეორე მხრივ ბიზნესის დაცვასაც მინდა ქალბატონ ნინოს მიმართო მიხარია რომ ჩვენთან ხართ ანუ მოდით ახლა ვისაუბროთ თვითონ გარემოს დამცველის და გარემოს დაცვის
უკაცრავად გარემოსდაცვითი მმართველის პროფესიაზე. ანუ რას მოიაზრებს მისი ფუნქცია, რას უნდა აკეთებდეს გარემოსდამცველი ბიზნესში, ბიზნეს ორგანიზაციაში და რა არეალს მოიცავს ზოგადად მისი, ასე ვთქვათ, დანიშნულება. მადლობა შეკითხვისთვის და მართლაც მეც კოტეს წამოჭრილ თემას გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ დღეს სამწუხაროდ გარემოსდაცვითი მმართველის ასე ვთქვათ ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე მხოლოდ მოიაზრება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, გარემოსდაცვით მმართველს გაცილებით უფრო დიდი როლი აქვს ბიზნეს სექტორში, ვიდრე ამას დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკვე იმდენი გამოწვევა არსებობს ბიზნეს სექტორში, რომ გარემოსდაცვითი პროფესიონალი მოიაზრება როგორც კომპლექსური მიდგომის მქონე სპეციალისტი და არა პროფესიონალი, რომელიც მხოლოდ დოკუმენტაციის შედგენით არის დაკავებული. ანუ აი მარტივად რომ ვთქვათ, გარემოსდაცვითი მმართველის ძალიან დიდი როლი ეკისრება გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში, ამ ბიზნეს სექტორის საქმიანობაში. მუდმივი მონიტორინგი უნდა განახორციელოს საწარმოო პროცესების, რადგან დარწმუნდეს, რომ არ ხდება დაბინძურება და არ არის რისკის საფუძველი და ამასთან ერთად არა მხოლოდ საწარმოო პროცესების მონიტორინგია მნიშვნელოვანი, არამედ თვითონ ორგანიზაციაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დანერგვა, რაც შრომლებს შორისაც, მათ შორის საოპერაციო სისტემებში, რაც ყოველდღიურ მუშაობაში გამოიხატება, ანუ ეს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. ანუ ვგულისხმობ, თუნდაც ის, რომ რეციკლირების დანერგვა, თუნდაც ის, რომ ქაღალდის მეორადად გამოყენება, თუნდაც ის, რომ წყლის დაზოგვის და ელექტროენერგიის დაზოგვის ჩვევაში გადატანა, აი ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გარემოსდაცვითი მმართველის ერთ-ერთი როლი სწორედ ამის ხელშეწყობაც არის და შესაბამისი კადრის ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებაში გამოიხატება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ დღეს კიდევ უფრო გაფართოვდა ამ გარემოსდაცვითი მმართველების როლი და მათი, ასე ვთქვათ, ჩართულობა მნიშვნელოვანი არის საწარმოო პროცესების გადახედვაშიც, რათა უფრო რესურს დამზოგველი გახდეს წარმოება, იყოს უფრო ენერგოეფექტურობისკენ მიმართული, იყოს უფრო ნედლეულის დაზოგვისკენ მიმართული და პროდუქტი, რომელიც საბოლოოდ ნარჩენი ხდება, მინიმალურ გავლენას რომ ახდენდეს გარემოზე. ანუ რას გულისხმობთ ამაში, რომ მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ისეთი კომპონენტების გამოყენება, რაც გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის სახიფათო, ანუ მაქსიმალურად პრევენციას კონდეს ადგილი. და შესაბამისად გარემოსდაცვითი მენეჯერი უკვე ეს არის საკმაოდ კომპლექსური პროფესია, რომელიც საჭიროებს შესაბამის განათლებას, შესაბამის კვალიფიკაციას და შესაბამის აღიარებას როგორც ბიზნესი, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის მარტო ნარჩენების მართვა, ბუნებრივია, ეს არის ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ ყველა პროცესი, ეს ბიზნეს წარმოების პროცესი იქნება თუ უბრალოდ ოპერირების პროცესი, ყველა პროცესის ზეგავლენას ახდენს რაღაცა თვალსაზრისით გარემოზე, ხო? ერთია შიდა გადამუშავების პროგრამების დანერგვა, ეს არ გულისხმობს თავისთავად იმას, რომ აი თვითონ საწარმოს უნდა გქონდეს გადამამუშავებელი სისტემები, არამედ სწორ კონტრაქტებს გულისხმობს, ასე ვთქვათ, სერვის მომწოდებლებთან და არ გულისხმობს, როგორც თუ სწორად გავიგე, მხოლოდ მონიტორინგს ან რეპორტინგს სახელმწიფოს
წინაშე, რაც ქაღალდზე სამუშაოს გულისხმობს და არამედ რეალურად ამ სისტემურად მიდგომას ამ საკითხის მიმართ, რომელსაც რა თქმა უნდა მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება, ხო? რაც შეეხება ამ კადრების დეფიციტს. რეალურად საერთოდ ყავს კადრები პროფესიონალი თუ თქვათ დეფიციტის აღმოფხვრისთვის მუშაობთ ახლა. ალბათ რაღაცა კატეგორია უკვე ამ წლების განმავლობაში 2015 წელს შევიდა ნარჩენების მართვის კოდექსი და გარდა ამისა არის ენერგოეფექტურობის რეგლამენტიც უკვე გააქტიურდა და ბევრი სხვა მიმართულებითაც ხო გარემოზე ზემოქმედების ნაწილში. ამ შემთხვევაში ასოციაციის გემას როლი რაში მდგომარეობს უფრო დეტალურად რო გავიდეთ. ესე ცალსახად რომ თქვათ რომ კადრები არ არსებობს, ეს არ იქნება მართალი, რა თქმა უნდა არსებობს და 30 წლიანი ისტორიის მანძილზე, რა თქმა უნდა ხდებოდა კვალიფიციური კადრების მომზადება, მათ შორის საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის და გამოცდილების საშუალებით, ასევე საქართველოშიც გარკვეულ უნივერსიტეტებში დაინერგა ეს გარემოსდაცვითი მიმართულებები, თუმცა ერთი არის თეორიული ცოდნა, მეორე არის პრაქტიკაში მისი განხორციელება და მით უმეტეს თუ იმას გავეთვალისწინებთ, თუ რა დიდი ვალდებულებები დგას დღეს ბიზნესის წინაშე გარემოსდაცვითი კანონმდებლობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ასოცირების ხელშეკრულება მრავალ ახალ ვალდებულებას წარმოქმნის და ეს ეტაპობრივად შედის ძალაში, სულ მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ უკვე ნარჩენების კანონმდებლობის შემდეგ წყლის რესურსების მართვის ახალი კანონმდებლობა შევიდა ძალაში, მას შემდეგ შევიდა სამრეწველო ემისიების შესახებ კანონმდებლობა ძალაში, რომელიც მუდმივ განვითარებას ამ პროფესიის მუდმივ განვითარებას საჭიროებს და რა თქმა უნდა ბიზნესის მხრიდან ეს უნდა აღქმული იყოს უფრო სერიოზულად, რომ კადრი, რომელიც მასთან იწყებს მუშაობას როგორც გარემოსდაცვითი მენეჯერი და პროფესიონალი, ეს არის კადრი, რომელმაც მას უნდა შეუმსუბუქოს გარემოსდაცვითი ვალდებულებების აღსრულება და მისი ორგანიზაციისთვის უნდა იყოს წარმატების ერთგვარი გარანტი, როგორც ასე ვთქვათ, დამკვიდრების თვალსაზრისით, რადგან მოგეხსენებათ, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობას დღეს უკვე ბევრი აქცევს ყურადღებას და ამასთან ერთად რეპუტაციული, რა თქმა უნდა და ამასთან ერთად ის გარემო, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად ვარსებობთ, მისი ჯანსაღმდგომარეობაში შენარჩუნება ყოველი ჩვენთაგანის ვალე. ამიტომ გარემოსდაცვითი მმართველების დღეს, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით პროფესიული კუთხით აქცენტი უნდა გაკეთდეს მათი გადამზადება, მომზადების კუთხით, არა ნებისმიერი კადრის, არამედ იმათი, ვინც ამ სფეროში არის ფლობს შესაბამის ცოდნას, აქვს შესაბამისი მათ შორის პრაქტიკოსებიც, მათ შორის ვინც არიან კი ბატონო, არიან პრაქტიკოსები, თუმცა აქ ხაზგასაზმელია, რომ თეორიული ცოდნაც არის აუცილებელი, რადგან ეს არის საკმაოდ კომპლექსური პროფესია. კი ბატონო. ბატონო კოტე, თქვენ მოგმართავთ წეღან ახსენეთ შრომის უსაფრთხოების ასე ვთქვათ, მართველი, როგორც არის მენეჯერი და ახსენეთ ისიც, რომ ჩაიწერა კანონში, რომ სერტიფიცირება და ამის მერე მოხდა ზუსტად ამ მიმართულების განვითარება, ხო? და რეალურად დღეს გვაქვს, როგორც მახსოვს შრომის უსაფრთხოების ნაწილში ჩვენ ავიღეთ მაღალი სტანდარტი საქართველოს, როდესაც ეს კანონი დაიწერა და შეიძლება ბევრად მაღალი სტანდარტი ავიღეთ საკანონმდებლო ნაწილში, ვიდრე რამდენიმე ევროპულ ქვეყანას აქვს და ეს იყო პროტესტი ბიზნესის მხრიდანაც მაშინ. ეს კარგად მახსოვს. თუმცა, გარემოსდაცვით ნაწილში თქვენ როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოსთან ასევე თანამშრომლებთ და აპირებთ ამ ხიდის ფუნქციის შესრულებას. შესაძლებელია, რომ კანონში
კანონში ცვლილება შევიდეს აი ამ ნაწილში სერტიფიცირებასთან დაკავშირებით და უფრო გამკაცრდეს გარემოს დაცვითი ასე ვთქვათ მმართველის პოზიცია და ფუნქცია. ძალიან კარგი კითხვა იყო და ესე მინდა გავცე ამ კითხვას პასუხი. ნახეთ კანონმდებლობები ძალიან ბევრი ხა გალატონინოაც ახსენა და შესულია ძალაში და კიდე რამოდენიმე კანონი მიღებულია და ძალაში შესვლას ველოდებით და პასუხისმგებლობები ასე თუ ისე ბიზნესი ისედაც უდგას. ამ შემთხვევაში მე ვერ ვიტყოდი რომ გარემოს დაცვითი მმართველის ჩაწერა კანონში, რომელიც ჩვენ ინიციატივა რო გვინდა რომ ყავდეს სერტიფიცირებული გარემოს დაცვითი მმართველები და მათ შორის გავყოთ ორ საკითხად იყოს განსაკუთრებული მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის სხვა სწავლების კურსი, ხოლო ცოტა შედარებით ნაკლებად ზეგავლენის მქონე კომპანიებისთვის ის ნორმალური შედარებით საშუალო კურსი, რომელიც ეყოფა. ხო ან იმის თქმა მინდა რომ ეს კი არ ბიზნეს წაადგება პირიქით, ანუ კი არ გაურთულებს პირიქით მათთვის შვება იქნება, იმიტომ რომ ეს ვალდებულებები გროვდება და ვერაუდიან და ამ დროს ბაზარზე დეფიციტია გარემოს დაცვის მმართველების, არ ყავს შენ გარემოს დაცვის მმართველი და ბიზნესი დგას ძალიან დიდი რისკის წინაშე. ეხლა მე რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან, მაგალითად დასავლეთ საქართველოში იყო ესეთი შემთხვევა 350 ადამიანი იყო დასაქმებული, მეტალურგია იყო და იმის გამო რომ არ ყავდათ გარემოს დაცვითი მმართველი, აი და არანაირი დიდ ზეგავლენაზე არ იყო იქ საუბარი, სამჯერ ზედამხედველობამ კანონმდებლობა ესე ითვალისწინებს დააჯარიმა და საშუალება აღარ ქონდა ზედამხედველობას, რომ ვერ გააგებია უცხოური კომპანია იყო, მაგრამ არ ყავდათ გარემოს დაცვის მმართველი და დაიხურა კომპანია. და წარმოიდგინეთ 350 ადამიანი იყო დასაქმებული, ჩვენი ეკონომიკისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო და დაიხურა კომპანია იმისთვის, რომ გარემოს დაცვის მმართველი არ ყავდა. იმათ რომ გარემოს დაცვის მმართველი ყოლოდათ და დარწმუნებისთვის ზუსტად რომ არ დაიხურებოდა ეს საკითხები ჩაიხურებოდა, იმიტომ რომ არ იყო მარტივად მოგვარდებოდა და არ იყო ეს რაღაცა იმასთან დაკავშირებული, რომ დიდ სახსრებთან და დიდ თანხებთან და არა. მხოლოდ იყო ეს რომ აი განათლების არ ქონა, ცნობიერება არ ქონდა საერთოდ და კადრის არ ყოლამ გამოიწვია ესეთი და რამოდენიმე ეს არ არის ერთ-ერთი უბრალოდ ესეთი მაგალითი გამახსენდა და ზუსტად ჩვენი ინიციატივა არის რომ ჩვენ ამ გარემოს დაცვის შესახებ კანონში შეძლოთ პროფესია გავაჩინოთ, ზუსტად ჩანაწერი გავხადოთ და ასევე შემოვიტანოთ სერტიფიცირებული გარემოს დაცვის მმართველები, რომელიც დაიცავს როგორც გარემოს, ისე ბიზნესს. და შინაარსიც გავწეროთ, რას გულისხმობს. განათლების ნაწილში ზუსტად ეხა თქვენი კითხვა რაც იყო, განათლების ნაწილში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გემას, ძალიან დიდი მნიშვნელოვანი როლი აქვს იღებს თავის თავზე, ვინაიდან ზუსტად დღევანდელი ბიზნეს გამოწვევები რაც არის და დღევანდელი საკანონმდებლო მოთხოვნები რაც არის, ამის მიხედვით უნდა მოხდეს სილაბუსები, როგორც პროფესიულ სასწავლებლების დონეზე, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო დონეზე და ისე შეიქმნა ზუსტად ის სატრენინგო, სასერტიფიცირებულო კურსი. ჩვენ პირიქით გვინდა რომ წავახალისოთ და მომავალი გარემოს დაცვის მმართველები ვინც აირჩევენ ამ პროფესიას მათთვის იყოს ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო კურსი, კარგად გაწერილი სილაბუსები, რაც დღევანდელ გამოწვევებს ზუსტად შეესაბამება და შემდგომ ზუსტად გემას შესაძლებლობას მიცეს მათ მუდმივ განვითარებაზე იზრუნოს და უწყვეტი განათლებაზე იზრუნოს. ანუ ისინიც იქნებიან გემას წევრები შეუძლიათ? კი, აუცილებლად, კი, ზუსტად ინდივიდებისგან იქნება გემას წევრობა მომავალში. ეხლა ჩვენ მუშაობთ ჯერ ფორმირების ეტაპზე ვართ, მოგეხსენებათ ახალი შექმნილი ვარ და ეს იქნება პროფესიული ასოციაცია, სადაც იქნებიან გაწევრიანებული ზუსტად ინდივიდები, რომელთვისაც უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მომავალში მათ უწყვეტ განათლებაზე. რაც შეეხება როგორც ბრძანეთ პრაქტიკოსებს, რომელსაც ართალი არ აქვს ეს ცოდნა, ამათთვის იქნება ზუსტად შემდგომ ის სატრენინგო კურსი, რომელთაც თეორიულ ნაწილს შეითვისებენ და ექნებათ, ასე რომ ვთქვათ, ხელმისაწვდომი უკვე ინფორმაციები. ასევე გემა ვფიქრობთ ჩვენ ძალიან დიდი პლატფორმა გვექნება და სადაც ყველა ის ინფორმაცია, რა ინფორმაციას დღეს ხელმისაწვდომი არ არის გარემოს დაცვის საკითხებში და ამისთვის ხარს გვიჭერს ჩვენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მადლობას ვუხდი მინისტრ და ყველა სტრუქტურულ ხელმძღვანელებს, ვისაც ჩვენ შევხვდით და გვერდში დგომა გვითხრეს და ასე გვითხრეს, რა თქმა უნდა, თქვენ ჩვენ საქმეს აკეთებს, გამოხატეს მხარდაჭერა ჩვენი, ვაფორმებთ ახლა მემორანდუმებს და ფაქტიურად გემას როლი იქნება ერთი მხრივ
ის ყოველია საკანონმდებლო ინიციატივა იქნება თუ ახალი მიდგომები და ხედვები გარემოს დაცვის მიმართულებით მივიტანოთ ბიზნესამდე და მივიტანოთ გარემოს დაცვის მმართველებამდე, ხოლო იქ არსებული საკანონმდებლო ხარვეზები თუ რამე აღმოჩნდა, რომელიც ხელს უშლის ბიზნესს და გარემოსთვისაც არაფრის მომცემია და ანუ გარემოს არ აზიანებს, პირიქით მოვიტანოთ აქ. ასევე არის იქ ადმინისტრაციული ბიუროკრატია, რომელიც ორივე მხარეს უშლის ხელს და ამ საკითხებზე იქნება ზუსტად პატარა ცეცხლის ჩაქრობებზეც ორიენტირებული გემა მათ შორის. კი ბატონო. დღეს ბიზნესს ხშირად უფრო გაგება უჭირს კონკრეტული რეგლამენტის თუ რეგულაციის საკანონმდებლო მოთხოვნის და ეს არის ხოლმე მთავარი გამოწვევა, იმიტომ რომ მოდით მარტივად ვიტყვი, ანუ სწორად თარგმნა კანონმდებლობის ან სიახლის, რომელიც შედის ძალაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ სწორედ აქაც ვხედავ მე გემას როლს და ფუნქციას, როდესაც გარემოს დაცვით ნაწილში ნებისმიერ ცვლილება შეუძლია მიიტანოს ბიზნესამდე სწორი ინტერპრეტაციით და არა მრავალგვარი ვარაუდებით, როგორც ხშირად თუნდაც აი ბოლო პერიოდში რამდენიმე ახალი რეგლამენტი შევიდა ძალაში, რომელიც უკვე ძალაში შესულია, რომელსაც ბიზნესი ცდილობს რომ ფეხი აუწყოს, თუმცა დღემდე ვერ ერკვევა. კი ბატონო, არის ზუსტად ეს საკითხი. ამასთან დაკავშირებით ვიტყვი ზუსტად აი კარგად ახსენეთ თქვენ რომ ასოციაციის როლი ამაშიც მდგომარეობს რომ გარკვეულწილად იყოს ხიდი საჯარო უწყებასა და ბიზნესს შორის იმ საკითხების აღქმის გამარტივებაში, რომელიც ორივე მხარეს აწუხებს და რაც შეეხება რეგულაციებს, რასაც ახსენებთ თქვენ და მისი, ასე ვთქვათ, აღქმის პრობლემები არის ეს თუ სწორად გაანალიზების პრობლემები. აქ ალბათ ორი თემა არის. ერთი ის, რომ დროულად მოხდეს მიტანა ამ თემების ბიზნესთან. რა თქმა უნდა, ეს როდესაც ხდება ამის დანერგვა, იქ თავისთავად არის ვადები იმისთვის, რომ ბიზნესი მოემზადოს და ადაპტირდეს ამ სიახლეების დასანერგად და შემოსატანად. ზუსტად აი ამ დროს ეფექტური მუშაობა ბიზნესთან ძალიან ბევრს ნიშნავს იმისთვის, რომ ის მომზადებული დახვდეს ამ ცვლილებებს. გარდა ამისა, ზუსტად ამ დროს არის კიდევ შესაძლებელი რომ ბიზნესის მხრიდან წამოჭრილი საკითხები კიდევ ერთხელ იქნას მიტანილი საჯარო სექტორთან და აი ჩვენი როლი ამ კომუნიკაციაში ძალიან მნიშვნელოვანი არის და მათ შორის სწორად განსაზღვრა თუ როგორ უნდა მოხდეს აღსრულება ამა თუ იმ რეგულაციის და კონკრეტულად რას გულისხმობს ეს, მაგრამ ამასთან ერთად ერთი ეს ინფორმაციული არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ არ არის კადრი შესაბამისი, თუ არ არის მომზადებული და ასე ვთქვათ შესაბამისი გარემოს დაცვითი მენეჯერი, ძალიან რთულია შემდეგ ამის ადგილზე განხორციელება. რაც არ უნდა მიიტანო შენ ეს თემა ბიზნესამდე, მას ჭირდება მომზადებული კადრი, რომელიც შემდეგ ამის განხორციელებაში იქნება ჩართული, მუდმივ მონიტორინგს გააკეთებს და იქნება შედეგზე ორიენტირებული. შესაბამისად, ჩვენთვის ამომავალი წერტილი არის ის, რომ ინფორმაციასთან ერთად გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, ქსელი აი ამ გარემოს დაცვითი მმართველების, რომელსაც მუდმივად ექნება ზრდის საშუალება და აი იმ გამოწვევებზე საუბრის საშუალება, რომელიც დაგროვდა თუ შესაძლებელია მომავალში წამოიჭრას. და რა თქმა უნდა, აქ ჩვენი როლი იქნება ასევე ის, რომ დავეხმაროთ და ვიმსჯელოთ გადაჭრის გზებზე. თქვენს ამ კომპონენტს მოიცავთ ბუდიშით, ანუ ამ იმას კომენტარს გავაკეთებ. ანუ ერთია რომ სახელმწიფოს ეხმარებით, მეორეა რომ ბიზნესებს ეხმარებით, ასე ვთქვათ, ოპერაციებში და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მინდა რომ აღვნიშნო, ეს არის რომ ზრდით პროფესიონალებს და ინდივიდუალურად ეს არის ძალიან დიდი საქმე, როდესაც ამ მიმართულებით მოტივირებულ ადამიანებს
ეს იქნება უკვე პრაქტიკოსები თუ გარკვეული თუნდაც აკადემიური ცოდნის მქონე ადამიანები, რომელთაც უნდათ რომ პრაქტიკაში შევიდნენ, ეს რაღაცნაირად ისეთი ნავსაყუდელი უნდა იყოს, სადაც შეუძლიათ მიიღონ ყველა ის ინფორმაცია და ცოდნა, რომელიც ამ გზაზე წინაპირობა იქნება. და ბატონ კოტეს მინდა ვკითხო, ანუ დიდი ალბათობით თქვენ უკვე ესაუბრებით ბიზნეს თქვენს მიზნებზე, ხომ? ანუ როგორი უკავშირი გაქვთ და ასევე თუ რაღაც გინდოდათ გეთქვათ და შეგაწყვეტინოთ. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე აღინიშნოს, რომ ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ის ფლაგმანი ბიზნესი, ვინც ახლა საქართველოში არის და ვისაც ეს ESG დანერგილი აქვს და მისთვის ზუსტად ეს პასუხისმგებლობა განაწილებული აქვს, მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ასოციაციისთვის. მინდა გითხრათ, რომ სულ ახალი შექმნილი ვარ და ამ ეტაპზე დიდი მადლობას ვუხდით კომპანია SOCARS, კომპანია RMG-ს და SACCABELS, რომელიც გამოთქვა მხარდაჭერა და გვერდში გვიდგას და უკვე ჩვენი ასე რომ ვთქვათ კონტრაქტებული ვართ და ხარში გვიდგას ეს კომპანიები და კიდე ასევე სხვადასხვა ბიზნესთან ვაპირებთ შეხვედრებს ამასთან დაკავშირებით და მე მინდა ერთი რამეზე გავუსვა თქვენ სწორად თქვით ბიზნესის აი ამ ყველა სარგებელზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მინდა ვთქვათ, რომ ეგრეთ ზედამხედველობის დეპარტამენტს, როდესაც ჩვენ გვხვდებით და გქონდა შეხვედრა, ხაზი გაუსვეს პირდაპირ კომპანიები, რომელსაც ვამოწმებთ და ამოწმებენ საკმაოდ ძალიან ბევრ კომპანიას წლის განმავლობაში, როგორც გეგმიური, ისე არაგეგმური შემოწმების. კომპანიებში, სადაც დახვდა კვალიფიციური გარემოსდაცვითი მმართველი, იმის ვალდებულების მინიმუმ 50% ყოველთვის შესრულებულია. ანუ მხოლოდ გარემოსდაცვითი მმართველი და როდესაც არის კვალიფიციური, ჩათვალეთ 50% გაკეთებულია, დანარჩენი უკვე მის შემდგომ ქმედებებზია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ასევე მინდა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები გაიზარდა sakmaut. ეხლა ჯარიმები ნარჩენების კოდექსიც რო ავიღოთ, სახიფათო ნარჩენების დაჯარიმებაზე 10,000 ლარიანი ჯარიმაა და არის რამოდენიმე ჯარიმა, რომელსაც შეიძლება საშუალო და მცირე ბიზნესს საერთოდ შეაჩეროს და დიდი პრობლემები შეუქმნას რა და ამიტომ გარემოსდაცვითი მმართველის ასე რომ ვთქვათ, ის ინიციატივა, რაც ჩვენ გემას აქვს, რომ გარემოსდაცვითი მმართველის ვალდებულება გაჩნდეს, რომ კომპანიებმა ყველას ყავდეს და აიყვანოს, ეს როგორ გამოადგებათ მათ, ეს იქნება მათი დაცვა. ეს მათი ტვირთი არ იქნება, პირიქით მათი დაცვა იქნება. როგორც თავის დროზე ჩვენ ღვედი გავიკეთეთ ყველამ, ხო? და ამ ღვედით ჩვენი სიცოცხლე დავიცავით, ისე იქნება მათთვის მათი დაცვა, მათი ბიზნესის რისკების დაცვა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველასთვის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გარემოს დაცვა. ამერიკის გარემოსდაცვის სააგენტოს მიდგომა ესეთი აქვს, მაგალითად საქართველოში ჩვენ გვყავს ახლა 65 ინსპექტორი გვყავს, 10,000 შესამოწმებელი ობიექტია და ამ ინსპექტორების რაოდენობა არ არის იმოდენობის, რომ მთლიანად ეს ობიექტები მოიცვას, მაგრამ აქვთ შესაბამისი შერჩევითი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ამოწმებენ კომპანიებს. და ძალიან მნიშვნელოვანია აი ამერიკული მიდგომა რა არის, ხო? თუ გარემოსდაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ თუ ამადა იმ კომპანიას ყავს გარემოსდაცვითი მმართველი, თუ მას დანერგილი აქვს მაგალითად ეს სტანდარტი, რისკებიდან ამოღებული გაქვს. ანუ რეალურად გარემოსდაცვითი მმართველი არის იგივე ინსპექტორი, გარემოსდაცვის ზედამხედველობის ინსპექტორი, ოღონდ არის კომპანიაში და იგივე საქმეს აკეთებს, რასაც ეს ინსპექტორი გარედან გააკეთებდა. უბრალოდ ეხლა განსხვავება ეს არის, რომ ოქს არ უწევს და არ აჯარიმებს და ფაქტიურად ამიტომ სამინისტრო, როდესაც ჩვენ შევხვდით სამინისტროს, მაგიტომ გამოგვითქვეს ხარდაჭერა, რომ ერთ საქმეს ვაკეთებ. ჩვენი მთავარი ამოცანა ამომავალ წერტილია გარემოსდაცვა და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე. ეს არის ჩვენი მთავარი დევიზი, ხო? და ამიტომ გარემოსდაცვითი მმართველის გაჩენა, ჩანაწერი, რომ მოთხოვნა გაჩნდეს ბიზნესისთვის, რომ კონდეს ვალდებულება, რომ ეს ადამიანები დაინიშნონ მათ და ჩვენ მანამდე უზრუნველყოფთ ამას ახლა ერთი დღით და ორი დღით ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩაიწეროს კანონში, კონდეს დრო იმისათვის, რომ გადავამზადოთ კადრები და მე გაჩნდეს ეს ვალდებულება. ხო? ეს იქნება ბიზნესის დაცვა. და ამიტომ ბიზნესი, ვისაც ეს აი ხა რასაც ვსაუბრობ, ეს ესმის, აი ხო გეუნები ორივე ხელით მზად არის დაგვიდგეს გვერდში და აბსოლუტურად სწორად რეაგირებს. კი ბატონო, ძალიან მალე უკვე ESG რეპორტინგიც იქნება სავალდებულო ბიზნესებისთვის, პირველი კატეგორიის ბიზნესებისთვის, როგორც სხვა
ვალდებულებები და იცით ბატონო კოტე, მე მაინც ვფიქრობ, რომ მხოლოდ თქვენი საქმე მხოლოდ არ შემოიფარგლება რეგულაციებთან შესაბამისობაში, იმიტომ რომ ეს რეგულაციები თანდათან გულისხმობს ვუახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს, ხო? ის ბიზნესები, რომელნიც ორიენტირებული არიან იმპორტზე, ან პოზიციონირებენ როგორც პასუხისმგებლიანი და ან კონკრეტული სერტიფიკატები სჭირდებათ იმისთვის, რომ თქვათ, იგივე მოწოდების ჯაჭვი დააკმაყოფილონ თავის უცხოელ პარტნიორებთან და ასე შემდეგ. ანუ ეს აი ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათ პირველ რიგში ეს შიდა ნაწილი უნდა კონდეთ მოწესრიგებული, რაც ფაქტიურად 50%-ზე მეტია იმისა, რომ აიღონ ის მაღალი სტანდარტები და სერტიფიცირება, რომელსაც თქვათ სხვადასხვა მიმართულებით მოითხოვს პარტნიორი, ხო? ან ბაზარი, რომელზეც შედის. ძალიან კარგი საკითხი შეეხეთ, ეგეც სხვათა შორის ჩვენს ასე რომ ვთქვათ, მოთხოვნებში დევს და ჩვენს ვალდებულებებში, როგორც ასოციაციის მხრიდან, ჩვენ პარტნიორ კომპანიებთან მიმართებაში, მათ შორის ამის მიმართულებით ახალისება გვინდა, რომ ის მართველები, როდესაც ვამბობთ, ზუსტად ამ სტანდარტებით დავატრენინგოთ, რომ მათ გქონდეთ ეს შესაძლებლობა და რას გულისხმობს ახლა ეს შესაძლებლობა, რომ მოგეხსენებათ, ჩვენთვის ახლა ჩვენი ქვეყნისთვის ექსპორტის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველა კომპანია, ვინც ახორციელებს ექსპორტს, უცხოეთში ამ შემთხვევაში იმპორტიორ კომპანიამ ყველასგან მოითხოვს, რომ კონდეს დაცული გარემოს და შრომის პირობები. მინაიდან ვერ დადებს ხელშეკრულებას, ვერ ჩათვლოს ის, რომ სტაბილური კონტრაქტორი იქნება და სტაბილური მომწოდებელი მისი, ვინაიდან შესაძლოა ისინი კარგად ხედავენ ამ რისკებს და თუ კომპანია გარემოს არ იცავს, ის შეიძლება ხვალ დახუროს, ხო, ზედამხედველობა. ამიტომ ასეთ კომპანიას არ დაუდებს ხელშეკრულებას. ეგეთი არც რეპუტაციულად არ უღირს, და არც რეპუტაციულად არ უღირს. მეორე საკითხია, შიდა ბაზარზე მომუშავე კომპანიებზე რო გადავიდეთ, შიდა ბაზარზე მომუშავე კომპანიების შემთხვევაში და კონკურენცია არის, დაინტერესებული მხარეებია, ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები გვაქვს და ის თუ რეპუტაციულად კარგად ახორციელებს, ანუ გარემოს კარგად იცავს, ყავს გარემოს დამცველი, ESG-ის ფარგლებში ყველაფერს ახორციელებს, რეპორტინგს აკეთებს, მისთვის ყველაფერი მარტივია შემდგომ. არანაირი, ანუ ვერც ტალახს ვერავინ ვერ ესვრის ბოდიში ამ გამოთქმაზე და შემდგომ არ დააჭირდება ამას რაღაცების დასაბუთება, როდესაც ღიაა, აბსოლუტურად გამჭირვალეა და ყველა გარემოსდაცვის სტანდარტი დაცულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და საბოლოო ჯამში ხო იმ შედეგზე გავდივართ, რასაც რა თქმა უნდა გარემოსდაცვა ქვია. და ბოლო კითხვა ქალბატონ ნინოსთან. ანუ როგორ აპირებთ, ანუ რა არის შემდეგი ნაბიჯები, ახალი ასოციაცია და ბიზნესები ვახსენეთ, ის სამი კომპანია, რომელიც უკვე ასე ვთქვათ წევრია, ხო? წევრია, კი, სამი წევრი ყავს, კი ბატონო. რომელიც თავის პასუხისმგებლობის ფარგლებში სურს, რომ ასე ვთქვათ, გვერდში დაუდგეს ასოციაციას და აი ამ თემას. ხვალინდელი ნაბიჯები მაინტერესებს. ანუ ჩვენი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გვინდა დავიწყოთ აი ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბარი და აი ამ საკანონმდებლო ცვლილების მომზადება, რომელიც საფუძველს შექმნის გარემოსდაცვითი მმართველის როგორც პროფესიის აღიარებას და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მმართველის მოთხოვნილების წარმოქმნას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს იქნება პრიორიტეტული, გარდა ამისა, ინფორმაციული თვალსაზრისითაც ჩვენ გვინდა რომ ვიმუშაოთ და შევქმნათ გარკვეული ბაზები, რომელიც ხელს შეუწყობს ასე ვთქვათ ბიზნეს იმისთვის, რომ თავისი ვალდებულებები განახორციელოს შესაბამისად საინფორმაციო პლატფორმა, რა თქმა უნდა, და ამასთან ერთად პირველი რაც მნიშვნელოვანია და გვინდა ასევე განვახორციელოთ, ეს არის გარემოსდაცვითი ეგრეთ წოდებული მმართველების სახელმძღვანელო შექმნა, რომელიც აი ძირითად ყველა კომპონენტს შეეხება და დღეს არსებულ ყველა ვალდებულებას მოიცავს და ეს არ იქნება მხოლოდ ქაღალდზე, ეს იქნება ელექტრონული ვერსია, რომელიც მუდმივად იქნება განახლებადი და ამის მიღმა ჩვენ ვაპირებთ, რომ ყოველთვიური ბიულეტენი მოვამზადოთ, რომელშიც
წრეშიც ასევე შევა ის დაგეგმილი ცვლილებები თუ ის მიმდინარე პროცესები, რაც სავალდებულო იქნება შესასრულებლად. ხელმისაწვდომობა მხოლოდ წევრებს თუ თქვათ ფართო საზოგადოებას თუ ამ ეტაპზე ჩვენ გვინდა რომ გარკვეულწილად უფრო წევრებზე გავაკეთოთ ორიენტაცია, რადგან მეტი мотиваცია შევქნათ იმისთვის, რომ პროფესიული ზრდისკენ იყვნენ, მზდაში იყვნენ დაინტერესებული და ჩაერთონ ასეთი არა მარტო ორგანიზაციები, არამედ ინდივიდუალური წევრები, ასე ვთქვათ, გარემოს დაცვითი მმართველები, თუმცა გარკვეული სახის ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის და ეს ჩვენი ვებგვერდის საშუალებით იქნება გაზიარებული. და ალბათ ცნობიერების ამაღლებასაც მოიცავს ეს ბიზნესებში და ძალიან დიდი ღონისძიებებს გეგმავთ. ჩვენ სექტემბრისთვის ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ დიდი შეხვედრები ბიზნესთან, სხვადასხვა რეგიონებში ჩავიდეთ, ბიზნესებს შევხვდეთ და ეს ყველაფერი ინფორმაციულად გადავცეთ და მათ შორის მე შემდგომ დიდი შეხვედრა გავაკეთოთ, უკვე გადავპატიჟოთ ყველა მომავალი გარემოს დაცვის მმართველი, რომელიც გაწევრიანდება აბსოლუტურად ჩვენს კომპანიაში უსასყიდლოდ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ინდივიდუალებზე ვფიქრობთ ძალიან ბევრი შრომა ჩავდოთ და მათზე ვიზრუნოთ. შესანიშნავი. და არ გქონდეთ რამე დამკოლება, რომ რაღაცა ხელი არ შეუშალოს ჩვენთან გაწევრიანებაში. ხო, და მხოლოდ დიდ წარმატებას გისურვებთ ამ მაგარ საქმეში, იმიტომ რომ ჩემი ფუნქციაც ის არის და ამ გადაცემის მიზანიც ის არის, რომ ეს თემები, რაც გარემოს უკავშირდება და რესურსებს უკავშირდება და ზოგადად ჩვენს ხარისხიან ცხოვრებას უკავშირდება ამ მიმართულებით, ხო? რაც ხშირად ისეთი მიჩქმალულია ხოლმე და თვალს არ უსწორებთ შეგნებულად თუ შეუგნებლად. ამ თემებზე იმუშავონ კვალიფიციურმა ადამიანებმა და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი საქმისთვის. მადლობა თქვენ, პირიქით ძალიან კარგი გადაცემა გაქვთ, ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ გარემოს დაცვისთვის, ეს ინფორმაციულობა და ეს ეს ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით და ჩვენი ასოციაციისთვისაც ეს თქვენი გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ჩვენც გვეგმავთ, მაგრამ თქვენი ეთერის საშუალებით მოსახლეობა და ასევე ბიზნესი რო გაიგებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენს გვერდით გვიგულეთ, მადლობა. მადლობა. ჩვენ მსმენელებს კი ვემშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე ისევ საინტერესო თემით გვისმინეთ ყოველ 4 შაბათს 5 საათზე. მე და გარემო. ნახვამდის.